ქალბატონო სეილან. აქაც მოხვედი. ჩემი შვილი შენს გამო ადრეც დაჭრეს. ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის ოპერაციაზეა, კმარა. მისი ცხოვრებიდან წადი, კმარა. ქალბატონო სეილან, არაფერი გამიკეთებია. არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ ვინც გითვალთვალებს, მათ გააკეთეს. ადრეც გაგაფრთხილა, გითხარი მისგან თავი შორს და გეჭირა. გითხარი ჩვენი ცხოვრებიდან წასულიყავი, მაგრამ არ მომისმინე. დიახ, გეთანხმები, დამეხმარე, მაგრამ მადლობა. ამისთვის ალფმა გადაიხადა. ჩვენი ცხოვრებიდან წადი. კმარა. ქალბატონო სეილან, კარგად არ ხართ, წავიდეთ. აი ძვირფასო. ყველა შენი სიკეთისთვის მადლობა. ქალბატონი სეილანი ჩვენ მოგადგა. წარმატებები ბატონო პოლიციელო. მადლობა. ვედათ. თავისუფლებაზე უკეთესი არაფერია შვილო. გამოხედი უფროსო. შვილო. იცებულებები არ არის. მთელი დღე თანამშრომლებთან ერთად სამსახურში ვიყავი. მოწმე ხარ. დიახ უფროსო, მთელი დღე ერთად ვიყავით. ალფისგან სიახლეები არის? ალფის ოპერაცია გრძელდება. ბევრი სისხლი სჭირდება. ბოლო სიახლე ესაა. ოჩახ, ძლიერი ბიჭია. იმედია მოკვდება და ინვალიდი არ დარჩება. ბედია ძმაო, ბედია. სახლში წაგიყვანო? არა შვილო, რა სახლი? ღმერთო, ჯერ სხვა საქმე გვაქვს. კლინიკაში არ უნდა წავიდეთ და მალე გამოჯამრთელება არ უნდა ვუსურვოთ. ჩემო ლომო კომპანიონები არ ვართ? კარი გააღე. ნევა. ჩვენ ალფს და მე როცა ამერიკაში ცხოვრობდა დიდი სიყვარული გქონდა. შემდეგ უცებ მიმატოვა. თურქეთში დაბრუნდა. ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მთელი ძალებით ვცდილობდი. სტამბოლში ამიტომ დავბრუნდი. შემდეგ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, რომელიც ალფის კომპანია აღმოჩნდა. როცა ერთმანეთს შევხვდით, თავი მოაჩვენა, თითქოს არ მიცნობდა და ახლიდან გამიცნო. ალფმა დიდი ხანია გულიდან ამომიგდო. ალფ შენზე არასდროს მოუყოლია. საერთოდ ასეთი საკითხების განხილვა არ უყვარდა. მართალი ხართ. ალფთან ქორწინების საკითხს რომ ხსნიდი, ყოველთვის მიზეზებს პოულობდა და საკითხს ხურავდა, მაგრამ ყველაფერი წარსულშია. უბრალოდ მინდოდა ქორწინებაში ბედნიერი მენახა. არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ყოფილიყო. ნევა. ფიქრობის ქალი არაა, ვინც ალფს შეეფერება. ალფი ამ სულელი ქალის ხაფანში მოხვდა. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ნევას აქამდე იცნობდა და ამიტომ დაბრუნდა. არა. ალფი აქ ჩემს გამო დაბრუნდა. ნევა მის ცხოვრებაში ახალი ადამიანია. ძმაო, დარწმუნებული ხარ? პრობლემები არ იქნება? ალფის დაჭრაში ეჭმიტანილა ჩაგთვალეს და პოლიციაში გიჩივლეს. შვილო, იმისი ჩემი არსი ასეთია. ადრენალინი მიყვარს. მალე გამოჯამრთელება. აქ რა გინდა? რას ნიშნავს რა მინდა? გამოჯამრთელებას უსურებ. ბატონი ქასიმი აქ არის? გამომყევი.
რას ცდილობ? ბატონო ემირ, მშვიდად. ემირი, რას ჩაიხვიე? ჯერ ხელი გამიშვი და მშვიდად ვისაუბროთ. არაფერი გამიკეთებია. როგორი ნერვიული ოჯახი აღმოჩნდით? ალფის მოსანახულებლად მოვედი, ვიფიქრე იქნებ სისხლის ჩაბარება აუცილებელი იყოს და ასე შემდეგ. არაფერი გვჭირდება აქედან წადი, ჩემებმა არ გნახონ. როგორი აგრესიული ხარ? პარტნიორები არ ვართ? ბუნებრივია რომ ალფის სანახავად მოვედი. ვინ გააკეთა? მითხარი, ვინ იყო? ჩემს მოთმინებას სდი კორან. იმედია შენი ჩადენილი არა. ახლა ჩემს მოთმინებას შენ ცდი. ჩემი პარტნიორი ხარ. მომავალში ხელს ბევრად დიდ პროექტს მოვაწერთ. მე არ გამიკეთებია. საქმეები, რომლებიც კარგად მიდის, რატომ უნდა გავიფუჭო? თანაც როცა ალფი გაიღვიძებს, ყველაფერი ცნობილი გახდება, იტყვის რომ არ გამიკეთებია. კარგი, გავიგე. ახლა წადი, რომ ჩვენებმა არ დაგინახონ. კარგი, როგორც სიტყვი. შევხვდებით. ნახავთ, ბატონო კორან. მალე გამოჯამრთელება. აქ მოსვლას როგორ ბედავ. ქალბატონ ნევა შეხედეთ. ახლა ალფის გამო გმირი ხდები. იცი ქალბატონო ნევა, ვერ გაფასებდი. შენ გააკეთე. ვიცი, ალფს შენ ესროლე. მე არ მისვრია. გამიშვი. მისმინე. შენი გაბედულობითა და შეშლილობით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, საქმე არასწორ ადამიანთან გაქვს. რის თქმას ვცდილობ? არაფრის. ყველაფერს ღიად ვამბობ. თუ გინდა ალფის საფრთხისგან დაიცვა, ჩემს გარდა ყურადღება კიდევ ერთ ადამიანს უნდა მიაქციო. ვის? შურიან ძმას. თავი ემრის ადგილას დააყენე. ერთხელაც შენზე პატარა ბიჭი მოულოდნელად შენს ცხოვრებაში ჩნდება. არავინ იცის დედამისი ვინაა, რას აკეთებს, ნამდვილი სკანდალი. თანაც ეს პატარა დღისით მეხივით დაეცა. ახლა რაც გეკუთვნოდა, ყველაფერს უზიარა. ვფიქრობ, ამაზე უნდა იფიქრო. ჩემ გზაზე გამოჩენა აღარ გაბედო. არ გაბედო. ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ შევეჯახებით, ქალბატონო ნევა. ძმაო, რა მეთქვი? ამ მანერებზე ვგიჟდები. სად იყავი შვილო? გარეთ ვიყავი ჰაერზე. ერთ კაცს ელაპარაკებოდი, ვინ იყო? რომელი კაცი? ძვირფასო, მასთან მიხვედი, შემდეგ სადღაც გაქრი. პოლიციელი. რამდენიმე კითხვის დასმა უნდა. უპასუხა, რომ თქვენ არ დაღლილიყავით. პოლიციას რაზე ესაუბრე? ქორჰანათეში დაკითხეს. ვიცოდი, რომ ამ ქვის უკანაც ეს ნაძირალა იქნებოდა. მამა დამშვიდი, არაფერია. ქორჰანი ამას არ იზამს. უпростоრად ვერ შეძლებს, რადგან ჩვენთან მუშაობს. შეიძლება შემდეგაც იმუშაოს, ჩვენთან პრობლემა არ აქვს. თანაც ალფის სიტუაციაში საჩივარი თავად გამოიტანა. ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ? მამა ჩვენებაში თქვა, რომ ამ დროს სამსახურში იყო, ბევრი მოწმე ყავს. კარგი. და ალფი ოპერაციიდან გამოვიდა, შემდეგ მიხვდებით. ახლა ვემავალ. ხელებს დავიბან. გილოცავ.
მართლა. შენ გონებას ვერ ვაფასებდი. ძალიან მამაცი ხარ. ქარაჰუნების ოჯახის წინააღმდეგ წასვლა პატივისცემას იმსახურებს. შენი ოცნებების შესახვედრად მტკიცე ნაბიჯებით მიდიხარ. მაგრამ ფრთხილად იყავი, ალფი მამამისზე დაუნდობელია. სეილან სორგუნზე საშინელი ბედი არ გიწიოს. ალფი სასტიკი საერთოდ არაა ქალბატონო თურქან, პირიქით საკმაოდ გულკეთილია. მაგრამ ახლა ჩემთან ასე მოგცევით, ნამდვილი დაუნდობელი თქვენ ხართ. შენ გეძებდით, ალფი გამოვიდა ოპერაციიდან. როგორ ანახეთ? არ გვინახავს, მაგრამ საერთო მდგომარეობა კარგია. ახლა დაკვირვების ქვეშაა. მალე პალატაში გადაიყვანენ. მადლობა ღმერთ. შეიძლება ექიმს თხოვა რომ ნახო. არა, ჯერ მასთან შესვლა არ შეგვიძლია, მაგრამ როცა ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ, ექიმი ოჯახს ეტყვის. მე ვთხოვოთ, შეიძლება შეგვიშვათ. კარგი, მაშინ წავიდეთ. წავიდეთ. ექიმო. ბატონი ალფი კარგადაა. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან გაუმართლა. ტყუის ამოღება მოვახერხეთ. დილით უკეთ გახდება. გონსმოვა. დიდი მადლობა ექიმო. ყველაფერი თქვენი დამსახურებაა. მალე გამოჯამრთელდება. შვილის ნახვა შეიძლება? უკეთესი იქნება თუ დილით მოხვალთ. ახლა გონზე არაა. აქ ლოდინის აუცილებლობა არ არის. შემიძლია დავრჩე ექიმო. ოპერაციიდან ახლა გამოსული ავადმყოფის შეწუხება უაზრობაა. ექიმი მართალია. მეუღლე ვარ. დარჩენის ნება მომეცით, გთხოვთ. დარჩენა მე შემიძლია დედა ვარ. მაშინ ცოლი დარჩეს. შეგიძლიათ წახვიდეთ. როგორც გითხარით, ბატონი ალფი კარგადაა. სანერვიულო არაფერია. ყვილად არ დაელოდოთ. კარგი, ისედაც აქ ვიქნებით. თუ რამე მოხდება, შეგატყობინებთ. მშვიდად იყავით, როგორც ბატონმა ექიმმა თქვა, არ გაისარჯოთ. გთხოვთ. მალე გამოჯამრთელება. მადლობა. ყველა შოუს დადგმას ცდილობს. ერთი გამოდის და ამბობს, რომ ცოლია, მეორე ამბობს, რომ დედაა, რომელსაც ახლა გაახსენდა, რომ დედაა. მშვიდად. კარგი. ნევასთან ამ საკითხს მოვაგვარებთ. იამურ. სახლში წადი. რატომ? ისედაც აქ ვარ, რჩები, სახლში წადი. არა, ასე არ შეიძლება, მარტო არ დაგტოვებ, რჩები. იამურ, კარგად ვარ. ექიმის ნათქვამიც გაიგე. ალფი კარგადაც რომ იყოს, შეიძლება რამდენიმე დღე აქ დარჩეს, სახლში წადი. ანუ? ჰაიალი მარტო არ დატოვებ, ხო? ძვირფასო, ჰაიალი ბებიასთანაა. დიახ, მაგრამ ხვალ სკოლა აქვს. თუ მასთან ერთად წახვალ, მშვიდად ვიქნები. მაგრამ შენ? იამურ, გთხოვ. კარგი. მაგრამ თუ რამე მოხდება, დამირეკე. კარგი, გპირდები. კარგი. წაგიყვან. ტაქსით წავალ. რას ამბობ, წაგიყვან. მოდი. კარგი. მალე გამოჯამრთელდეს. გილოცავ, დიდება ღმერთს. მადლობა, იამურ. შევხვდებით. წავიყვან და მოვა. კარგი.
ბატონო ქასიმ, ბატონო ქასიმ, ალფის მდგომარეობა როგორია? ამბობენ რომ ოპერაციაზეა. ოპერაციიდან გამოვიდა და ახლა კარგადაა, ისვენებს. ცნობილი გახდა რომ იარაღი თავდასხმა იყო, ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით? პოლიცია საჭირო გამოძიებას ატარებს. მადლობა მეგობრებო. ბატონო ქასიმ, კითხვები გქონდა. ქალბატონი სეილანი მოდის, გავიქცეთ. მადლობა ჩემი შვილი კარგადაა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გამოჯამრთელდება. ქარჰუნების ოჯახის გვერდი დაგინახეთ. დიახ. ასეთ დღეს მეც და მამამისიც, რა თქმა უნდა, ჩვენი შვილის გვერდით ვიქნებით. ამაში გასაოცარი არაფერია, მადლობა. ქალბატონო სეილან. ალო, ფერჰად სახში ხარ? სახლში ვარ. დედა სულთანს ურეკავდი, მაგრამ ვერ დავუკავშირდი, ნერვიულობ. არა, დაიძინეს. გავიგე. ჰაიალი კარგადაა? პრობლემა ხომ არ ყოფილა რა? არა, პრობლემა არ ყოფილა, ბებიასთან ცოტა ითამაშა. შემდეგ დასაძინებლად დაწვა. კარგი მაშინ. ხვალ დილით დავრეკავ, სკოლა აქვს. კარგი ვიცი. შენს მოსვლამდე სკოლაში წაყვანა შევძლებთ. სიტუაციის მიხედვით დაგიკავშირდებით, კარგი? კარგი. ბატონი ალფი როგორაა? კარგად? უკეთაა. ოპერაციიდან გამოვიდა. კარგია. მალე გამოჯანმრთელება. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობის. კარგად ხარ, იამურ? ფერკვინმა მომიყვება რა ხდება? რა გინდა რომ მოგიყვე? დავინახე დღეს ნევას როგორ ექცეოდნენ, ძალიან მტრულად. ქორჰანს უკავშირდება. ფიქრობენ რომ ალფი ქორჰანმა დაჭრა, რამდენადაც ნევასა და ქორჰანის მტრობის შესახებიცია. ამას არ გულისხმობ, ქორჰანი ერთი ნაძირალაა. მაინტერესებს რა მოხდა, რომ ნევა ბატონ ალფზე ასე მოულოდნელად დაქორწინდა და ამ ოჯახის წინააღმდეგ წავიდა. ადრე მეუბნებოდა, ყველაფერს მიყვებოდა. ახლა არ ვიცი, არაფერი მესმის. იქნებ ნევასთვის ცდილობდა სროლას. იქნებ ქორჰანი არ ყოფილა, იქნებ კაცი ბატონი ალფის მამამ დაიქირავა და ნევას მოკლა უნდოდა. შეუძლებელია? რას ფიქრობ? რა თქმა უნდა, იამურ, შეუძლებელია, როგორ შეიძლება? მაშინ რა მოხდა? ქორჰანი ალფის მოკლით რას მიაღწევს? აქ რაღაც სხვა არის. ნევა და ალფი დაქორწინდნენ და ტყუებმა ფრენა დაიწყეს. მისმინე ბერგ, ახლა ყველაფერს მომიყვები. ან ცხოვრების ბოლომდე გაჩუმდი და გზად აღარ გადამეღობო. გისმენ. კარგი, მანქანა გააჩერე. უნდა გადავიდე. იამურ, გთხოვ, თუ ღმერთი გწევს. მანქანა გააჩერე, გადავალ. იამურ, გაჩერდი, სახლში წაგიყვან, მარტო არ წახვიდე, გთხოვ. არაფერია. არ მინდა რომ ჩემზე ინერვიულო. იამურ. Bir fırtına tuttu bizi deryaya kardı. O bizim kavuşmalarımıza yarim mahşere kaldı. Ben yanındayım. შენს გვერდით ვარ. Ben yanındayken sana kimse სანამ შენთან ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. senin yüzünden nesi var? შენი წყენინების უფლებას არ მივცემ.
Güveniyor musun bana? მენდობი? Hayat bazen çok yorucu değil mi ya? ცხოვრება ზოგჯერ ძალიან დამღლელია რა? Çok yoruldum. ადამიანის გონებაც და გულიც ძალიან იღლება. Görmüyor musun beni? ვერ ხედავ როგორ მკურნავ. Ha? ჩემ ცხოვრებაში ისეთ დროს შემოხვედი, როცა ყველაფერი დიდ კვანტში იყო მოქცეული. არ ვიცოდი როგორ გამეხსნა და გამოსულიყავი. ახლა კვანძები ერთი მეორეს მიყოლებით იხსნება ნევა. Biraz da ეს შენი დამსახურებაცაა. pencereden baka baka. Neva benim karım. ნევა ჩემი ცოლია. გაიგეთ? ჩემი ცოლი. შემეშინდა რომ რამე დაგემართებოდა. Pencereden baka baka. ჩემს თავს არ ვაპატიებდი. Yarın ხვალ ახალი დღეა ნევა. her şey ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი. Neyse ki iyisin. თავარია რომ კარგად ხარ. Hayatlısın. ცოცხალი ხარ. Beni bir başıma მადლობა რომ არ gitmediğin için წახვედი, teşekkür მარტო არ ederim. დამტოვე. Bambaşka bir ძალიან hayatın მინდა რომ içinde საერთოდ სხვა karşılaşmaya o kadar ცხოვრებაში çok შევხვედროდი. isterdik seninle. Ama şart მაგრამ რა პირობებიც არ უნდა იყოს. yanımda olduğunu როცა bilmek ვიცი bana რომ güç გვერდით veriyor. ხარ, ძალა მემატება. Eskiden ადრე yaşamak სიცოცხლისთვის için მხოლოდ sebep ერთი არსი მქონდა. ჩემი შვილი. ახლა ჩემი ბედნიერება შენთან და ჩემ შვილთან ერთად ორმაგდება. დილამშვიდობის? დილამშვიდობის. ჩვენმა პაციენტმა გაიღვიძა? არა, ჯერ ისევ სინავს. მაჩვენებლები ნორმაშია. ბატონო ლობ. iyiyim. კარგად ვარ. İyisin. კარგად ხართ. Allah'ım sana დიდება şükür ღმერთს. olsun. Geçmiş. მალე გამოჯამრთელება. მადლობა. Çok şanslısın. ძალიან გაგიმართვათ. İşiniz bütün gece თქვენი boyunca მეუღლე tabii მთელი ki ღამე hiç გვერდით იყო და თვალს არ გაშორებდათ. წასვლას როდი შევძლებ? Şu an ჯერ bir ვერ şey გეტყვით. diyemem. ნაკერები Dikişlerimiz var. გაქვთ. Doktor და ექიმებმა bakıyorsun, გამოგიკვლიან და sonra შემდეგ. Ya kurşun çıktı. რადგან ტყვია ამოიღე, წასვლა შემიძლია. Bu işi სურვილის doktorlarınıza შესახებ ექიმს iletirsiniz. უთხარით. კიდევ ერთხელ გამოჯამრთელება. მადლობა. Demek bütün ანუ gece მთელი ღამე არ გეძინა? გეშინოდა რომ მოვკვდებოდი? ben ölürsem ალბათ გეშინოდა თუ მოვკვდებოდი პრობლემები გექნებოდა. ისე და ჩვენს გვერდით დამჭრეს. zaten bu herif ცხოვრებაში ამ ტიპის გაჩენის შემდეგ უამრავი პრობლემა მაქვს. dedin değil mi? ასე ფიქრობდი არა? მე Defa ნევა, ხუმრობ. ნუ თუ შეიძლება. Onu sen öyle düşün. ასე შენი ფიქრი არა? neyi düşün? რა ვიფიქრე? Baş belası. განსაცდელი ვარ. Senden başka. განსაცდელი ვერ იქნები. Sen შენ ბატონო ალპ, მალე გამოჯამრთელება. მადლობა. შეგიძლიათ მარტო დაგტოვოთ. Tabii. რა თქმა უნდა. დედა სულთან დილამშვიდობის, ჰაიალს დღეს სკოლა აქვს, იამურს ველაპარაკე წაიყვანს. Kusura bakma sana da yük oldu. მაპატია რომ გაწუხებ, არანაირი შეწუხება შენ საქმეებს მიხედე. Hayal შეიძლება konusunda ჰაიალს yanımda დაველაპარაკო, olabilirsiniz. ტელეფონი მიეცით.
დედა, Canım kızım. შვილო ძვირფასო როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? კარგად, არა უშავს. რა მოხდა, ისევ ნაწყენი ხარ? არა, განაწყენებულები არ ვართ, უბრალოდ ცოტა დავიბენი, საუბარიც ვერ მოვახერხეთ. მართალი ხარ, შვილო. მართალი ხარ, მაგრამ ამაზე არ იფიქრო და არ მოიწყინო, კარგი? Önce güzel güzel როცა სკოლიდან გამოხვალ, დავილაპარაკოთ. კარგი, ასე იყოს. წავალ ჩანთას ჩავალაგებ. ტელეფონს ბებიას მივცემ. კარგად. კარგად. სიცილიდან ცრემლებზე გადახვედი. ვერ მივხვდი? Maşallah ორ დღეს ვერ გაძლებ, უბედურებას მოიტან. Nasıl bir uğursuzsan. Sultan anne. დედა სულთან გთხოვ, Ölmemiş ya. არ მომკვდარა. Tahtına ახლა ტახტზე kurulursun დაჯდები. artık. Koca ქარახუნების მთელი ოჯახი ailesi de ქორწილს sarı მოგიწყობს, görüyor. მაგრამ რამდენადაც ბავშვი გყავს. Çocukla Ubralot olduğundan otakşı uzak, xels o da moatsar. nikahıyla kalırsın. თიშავ დედა სულთან. Kapat, გათიშე, kapat. გათიშე. ბედნიერად. Güle. ეს ჯერ შენი კარგი დღეებია. გთხოვთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ. მოიცადე, მოიცადე, რას აკეთებ? მივხედავ. მოიცადე, ახლავე მოგცემ, მოიცადე. ნევა დაჯექი, გთხოვ. Ne oldu? რა მოხდა? ჩემები ცუდად მოგექცნენ? Nereden საიდან çıktı şimdi? მოიტანე? სიმართლე მითხარი, გთხოვ. არ გაგანაწყენეს? Çok mu მითხარი გაწყენინეს? üzdüler mi seni? Yok. არა, Seni çok შევწდი შენში იცი? Anne. ეს რას ნიშნავს? Yalan უილი საერთოდ არ შეგიძლია. bak. მამას და დედა თურქანს შვენივრად ვიცნობ. Ya seni თუ რამე გააკეთეს, თუ რამე გაწყენინეს, მინდა მათ მაგივრად ბოდიში მოგიხადო. Ben არ üzülmedim. მწყენია. Onlar seni merak etmiş. განიცდიდნენ. Senin için შენზე üzülenler. ნერვიულობდნენ, სულ ეს არის. O kadar. Sen, შენ? მე? sen endişelenme. შენ არ ნერვიულობდი? ძალიან. პოლიციას რა უთხარი? Hiçbir şey უთხარი რომ არაფერი დაგვინახავს. Sen Koran არ ვიცი შენ როგორც ჩანს უთხარი რომ ქორჰანზე ეჭვობდი. Evet. დიახ, yani ჩვენება ჩამოართვეს. adam თანამშრომლებთან ერთად იყო, ამიტომ გამოუშვეს. ეს საქმე ასე ხომ არ დაიხურება. Bu dosya. ერთი დაკითხვით გაუშვებენ? Bırakmazlar herhalde değil mi? ნევა, ცოტა დავისვენოთ. როგორ? რომ ევცეთ და ეს ყველაფერი ოდნავ დაწყნარდეს. დამშვიდეთ, ძალიან ჩქარობ. çok acele ediyorsun. მე Ben უბრალოდ sadece ბატონო ალფ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ბატონო ალფ, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. დიდი წარმატება, ტყვია არც ერთ ორგანოს მოხვედრია. მაგრამ ბუნებრივია ძალიან ბევრი სისხლი დაკარგეთ. Baba diyor. მამა გაიგე? Doktor ექიმმა თქვა რომ ყველაფერი კარგადაა. უილად შეგაწუხეთ. ანუ შეგიძლიათ გამწეროთ? Çıkış işlemlerini başlatabiliyoruz o zaman. სად გეჩქარებათ? ასეც არა. რამდენიმე დღე ჩვენი სტუმარი იქნებით. არა, არ შეიძლება. Bana keşke არ მაიძულოთ თქვა რომ უკეთესი იყო მომკვდარიყავი, გთხოვთ გამიშვით. ალფ, ვფიქრობ ექიმს უნდა მოусმინო. ბატონო ალფ, ჭრილობა ჯერ ძალიან ახალია. გადახვევა და წამლების მიღება დაგჭირდებათ, ამიტომ გარკვეული დრო კვლავ საავადმყოფოში დარჩებით. შეუძლებელია ვერ დარჩები. არ შემიძლია. Tamam yani evde ne რაც საჭიროა ყველაფერს სახლში გავაკეთებთ. გადახვევებსაც და წამლებსაც. თუ ცოტას კიდევ დაიჟინებთ, ჩემი დაგმა დაგჭირდებათ. ბატონო ექიმო, ასე მოვიქცეთ. თელ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ. ჩემ შვილს კარგად ვიცნობ. როგორც ჩანს, აქ ვერ გავაჩერებთ. Size söz veriyorum. პირდებით სახლში ნამდვილი კლინიკის გარემო შევქმნი. Ortamı kurdururum. არ ვიცი როგორ შეძლებთ. Nasıl olacak öyle? Ben თავარ ექიმს დაველაპარაკები. პრობლემა არ შეგექმნებათ. sorun olmaz. კარგი.
მაშინ გასაწერ დოკუმენტებს მოვამზადებ. მადლობა. მალე გამოჯანმრთელება. მადლობა. შეგვაშინე. ბოდიში მამა. რა სიტყვებია? თელ სამყაროს გავანადგურებ. რამე რომ დაგემართოს. მე გავალ. დამიძახე თუ დაგჭირდება რამე. დაინახე მინ გესროლა. არა, არ დამინახავს. ნევამ კორჰანის სახელი დაასახელა. ო, გავიგე ასეა. ასეა, მაგრამ არავინ დამინახავს, შეუძლებელია. კომპანიასთან თანხმობა აქვს, მაინც ფულს გამოემუშავებს. არ ვიცი, ამ ადამიანს არ ვიცნობ. საერთოდ არ ვენდობი. კარგი. პოლიცია საქმეს ისედაც იძიებს. ჩვენი ადვოკატებიც მუშაობენ. ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა. მაშინ წავიდეთ. მოიცადე შვილო, მოიცადე. მიდი სახლში წავედით. პირდები ძალიან კარგად მოგივიან, ფეხზე ძალიან მალე დაგაყენებ. არა, მამა, სახლში არ წამოვა. ჩემს სახლში მინდა. შვილო, რას ამბობ, გაიგე ექიმმა რა თქვა? გავიგე, მამა, ექიმს ან ექთანს ჩემს სახლში გამოვიძახებ. ალფ, შვილო. მამა, არ ვიჩხუბოთ, კარგი? ნევა? ნევა. რა მოხდა? სახლში მივდივართ. შეგიძლია ჩემი ნივთები შეაგროვა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მადლობა. ნევა. მოგიყვე უფროსო. მოკლედ მოყევი, ძალა არ მაქვს. ჩვენი კაცი უსაფრთხო ადგილას მივიდა. ფული ოჯახს გავუგზავნეთ. მანქანის სიტუაციაზე ისედაც იცით, მანქანა აღარაა. ყველაფერი კარგად მიდის უფროსო. მშვენიერია. სხვა სიახლეები არის? სხვა ალფ ქარაჰუნმა გაიღვიძა. ეს გამოტოვე. სხვა არაფერია უფროსო, ყველაფერი რიგზეა. ერდალი საკითხი მოვაგვარეთ? როგორ მოვაგვაროთ უფროსო, საქონელი არ არის. შვილო, ხასიათი არ გამეფუჭო. ღმერთო ჩემო. კარგ ხასიათზე ხარ, კორჰან? მოყევი ასე რამ გაგახარა. Seni mutlu eden nedir? ჩემი საქონელი მოიტანე?